ამ ვიდეოს გადაღება მინდოდა კაი ხანია და ეხლა გადავწყვიტე რომ გადავიღო. იმიტომ რომ რამდენიმე წელია მე და არა მარტო მე, რამდენიმე ადამიანი დავდივარ და ლაპარაკობთ იმაზე, რომ ესეთი ტიპის რეჟიმის დასამარცხებლად არსებობს ერთი პრინციპული წინაპირობა. ეს არის ძალების გაერთიანება. ანუ შეიძლება კიდე სხვა რაღაც მინიმუმ რაღაცა მოიფიქრო, მაგრამ თუ ეს პირობა არ არის დაკმაყოფილებული, რეჟიმთან დაპირისპირება არის რთული და პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ის, რომ ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს. სადაც არ უნდა იყოს ესეთი ტიპის რეჟიმი, ნებისმიერ შემთხვევაში ნომერ პირველი წინაპირობა არის ის, რომ ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს და მე შეიძლება ამაზე დააშენო რაღაცა. ეგეც არ არის გარანტია 100%-იანი, რომ უეჭველი მოიგებ, მაგრამ არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც არის გასაკეთებელი. ამაზე პასუხად წლებია ვისმენ სტანდარტულად ორ რამეს. ერთი ის, რომ არა საქართველოში არის რაღაცა სპეციფიური სიტუაცია და ამის გამო მაინც ჯობს რომ რაღაცა პოლიტიკური ძალები განსაკუთრებით იყოს რაღაცა ცალ-ცალკე და იმიტომ რომ რაღაცა ამორჩეველი არის ჩვენთან განსხვავებული და სხვადასხვანაირი გემოვნება აქვს და ამიტომ რაღაცა რომელი არგუმენტიც მისაღები შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ რავი არჩევნები გაქვს ქვეყანაში და არჩევნებზე გადიხარ შეიძლება გასაგები არგუმენტი იყოს მინიმუმ მე გამბავი მაგრამ ამ რეალობაში როცა არჩევნები აღარ არსებობს ეგ არგუმენტიც აღარ არსებობს ჩემი აზრით და მეორე არგუმენტი რომელსაც ასევე ისმეხულობ რომელიც არგუმენტი არ არის მაგრამ არის უფრო რაღაცა პოლიტიკური პოზიცია რომ იმის გამო რომ არ გამოვა ეგ ამბავი ანუ არ გამოვა ძალების გაერთიანება ამიტომ ჯობია მაგაზე საერთოდ არ ლაპარაკო იმიტომ რომ მithumetes განსაკუთრებით პოლიტიკოსი ხარ მაგაში ინვესტირება და ჩადება და საუბარი იმაზე რომ აი რაღაცა ერთობა არის მნიშვნელოვანი წამგებიანია პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური ძალისთვის იმიტომ რომ ისეთ რაღაცაზე თუ ლაპარაკობ რაც არ გამოვა ეს რაღაცა შენი სისუსტის მაჩვენებელია თუ უჭკობის მაჩვენებელია თუ რაღაცა არის ხო და ისი ჩვენება მინდოდა რატომ მინდოდა ამ ვიდეოს გადაღება მე შეიძლება გავგიჟდი ანუ ვიღაცები კიდე ჩემთან ერთად შეიძლება გაგიჟდნენ როცა ამას ამბობენ რომ ძალების გაერთიანება არის პრინციპული საკითხი და წინაპირობა იმისათვის რომ საერთოდ რამე გამოვიდეს ამიტომ რავი შეიძლება უამრავ ადამიანს კითხო უამრავ იცი უცხოელს დაელაპარაკო ექსპერტი იპოვო ისა ესა წიგნები წაიკითხო ლიტერატურას გაეცნო ამ შემდეგ მაგრამ არსებობს AI ხელოვნური ინტელექტი რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მათ შორის საქართველოში ამ შემთხვევაში ხო და აქ არის რავი AI-ში AI მუშაობს ისე რომ რაც არსებობს კაცობრიობის გამოცდილება პლუს იცის ჩემმა GPT ყოველ შემთხვევაში იცის რაღაცა ჩვენი დღევანდელი რეალობა და კონტექსტი საქართველოს რეალობაში ვართ ახლა და ამის შეჯამებით რაღაცა მათ შორის იმის გამოცდების გათვალისწინებით რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ყოფილა რაღაცა იმებს რჩევა შეუძლია მოგცეს რა მოკლედ რა ხო და აი სამი რამე რა ვკითხოთ ეხლა მე ქართულად ვკითხავ ქართულად ჩემ GPT-სთან არ მიმშავია არ ვიცი ქართულად როგორ იზამს მაგრამ ნუ ვიცი რომ მუშაობს ქართულადაც ისწავლა ესენაც და მაგრამ ქართულად ვქნათ პირველი კითხვა რომელსაც უსვავ არის ჩამომითვალე მიზეზები რომელთა გამოც დემოკრატიულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ მოახერხა რეჟიმის დამარცხება რუსეთში. რატო რუსეთში? იმიტომ რომ მგონია რომ ერთი რომ მგონია რომ ზუსტად იგივე გზას გავდივართ, მგონია კი არა დამაში დარწმუნებული ვარ და მეორე ასევე მგონია რომ იგივე ხალხი ვინც რუსეთში გააკეთა ის სადამდეც მიიყვანა რუსული რეჟიმი, აკეთებს ამას ახლა საქართველოში და ის რომ პროპაგანდა ერთ-ერთზე იგივე არის, ის რომ აქციების დაშლა ერთ-ერთზე იგივე მეთოდებით ხდება, ძალადობა იქ მოკლედ ყველაფერი რაც ხდება ახლა გავლილი აქვს რუსეთში. ამიტომ პირველი კითხვა არის ეს ჩამომითვალე მიზეზები, რომელთა გამოც დემოკრატიულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ მოახერხა რეჟიმის დამარცხება რუსეთში და ვნახოთ რას გვიპასუხებს. დემოკრატიული ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოების მარცხის მიზეზები რუსეთში კომპლექსური და მრავალფენიანია. ქვემოთ ჩამოწერილია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ერთად ქმნიან ავტორიტარული რეჟიმის გამძლეობის საფუძველს. პირველი, ანუ ბულეთებად ჩამოწერა, პირველი არის სასტიკი რეპრესიები და კონტროლი, რომელიც ჩაშლილი არის შემდეგ სხვადასხვა რაღაცებად. მედიის ტოტალური მონოპოლიზაცია, ასევე ჩაშლილი არის რაღაც ბულეთებად, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურება ასევე ჩაშლილი არის პუნქტებად, ანუ ჩვენთან რაც ხდება, არაფერი განსხვავებული ხარ ყოფილა. ეკონომიკური რესურსების მობილიზაცია რეჟიმის სასარგებლოდ იგივე არის ჩვენთანაც ზუსტად ერთ-ერთში. შემდეგ მოდის ოპოზიციის დანაწევრება და სისუსტე.
რომელიც ჩაშლილი არის მრავალფეროვანი დაქსაქსული და შეუთანხმებელი ოპოზიციური ძალები, ერთიანი სტრატეგიის ლიდერობისა და მოქმედების ტაქტიკის ნაკლებობა, შიდა დაპირისპირებები და უნდობლობა ერთმანეთს შორის. ამის შემდეგ გრძელდება ისევ იგივე რაღაცეები, რომელიც არის მომხარებული აპათია და შიში საზოგადოებაში, გარე მხარდაჭერის სიმწირე და არაეფექტიანობა. ამ პუნქტებს თუ შეხედავთ, აქედან განსხვავებული რაც არის ეს გარე მხარდაჭერის სიმწირე და არაეფექტიანობა, ჩვენ შემთხვევაში არ არის, ჩვენ შემთხვევაში გარე მხარდაჭერა არსებობს და ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტურიც არის და ეს არის ის, რაც გამოხატულია მათ შორის იმაში, რომ ამათ ლეგიტიმაციას არავინ არ ცნობს, გამოხატულია იმაში, რომ სანქციებს ადებენ და ადებენ, გამოხატულია იმაში, რომ ცოტა ხანში ამერიკაში გავა ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი ასე შემდეგ. არის რაღაცეები, რაც არის, იგივეა ჩვენთან რაც არის, რაღაც ეკონომიკური რესურსების მობილიზაცია რეჟიმის სასარგებლოდ, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურება, მედიის ტოტალური მონოპოლიზება, სასტიკი რეპრესიები და კონტროლი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი რაც არის ეს პუნქტი. ოპოზიციის დანაწევრება და სისუსტე. ანუ სულ ჩამომიწერა 7 პუნქტი. ინგლისურად მეტ პუნქტებს წერს ხოლმე, მათ შორის ინგლისურად როცა ესეთი კითხვა დამისვავს. ოპოზიციის სამოქალაქო საზოგადოების, რა ვიცი, წინააღმდეგობის მოძრაობის აზრინა და არქვით დანაწევრება და სისუსტე როგორც წესი არის ხოლმე პირველი ან მეორე პუნქტი. ანუ განსაკუთრებით აქცენტს ამაზე აკეთებს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ რა, ხელოვნური ინტელექტი მთელი სამყაროს გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რუსული გამოცდილებიდან გამომდინარე, გეუბნება, რომ ეს არის პრობლემა. მოდი ახლა გავაგზავნოთ და ვკითხოთ კიდე მეორე კითხვა დავუსვათ. რადგან აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენთან არის რაღაცა უნიკალური სიტუაცია და ჩვენი რეალობა განსხვავდება სხვა რეალობებისგან და ასე შემდეგ, მოდი ვკითხოთ, რომ რა იყო მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხდა დემოკრატიული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. წერს, მუშაობს. პირველი არის იდეოლოგიური სხვაობები და მიზნების შეუთავსებლობა. ოკეი, მეორე არის პერსონალური ამბიციები და ლიდერების კონფლიქტი. მესამე არის გაცრუებული იმედები წარსულ ერთობებზე. მეოთხე არის დატერორებული და დადგმული სამოქალაქო სივრცე. მეხუთე არის ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციის გავლენის შემცირება შიდა პროცესებზე. აქამდე ჯერ ჩვენ არ მივსულართ, აქავართ ჯერჯერობით. მაგრამ მივალთ მაგამდე ესე თუ გავაგზავნეთ. ეფექტური ქსელური სტრუქტურის არარსებობა. სახელმწიფო ჩარევა და საბოტაჟი გაერთიანების მცდელობებში. მორჩა, 7 პუნქტი ჩამომიწერა აქაც. რომელიმე პუნქტი გარდა იმისა, ხა ემიგრაციისა, რომელიც განსხვავებულია, იმიტომ რომ იქ წავიდა ბევრი, აქ ჯერჯერობით ეგრელობა არ დგას, მაგრამ დანარჩენი პუნქტები ჩამოთვალა, იდეოლოგიური სხვაობები და მიზნების შეუთავსებლობა, პერსონალური ამბიციები და ლიდერების კონფლიქტი, ანუ ლიდერებს შორის კონფლიქტები, გაცრუებული იმედები წარსულ ერთობებზე, დატერორებული და დადგმული სამოქალაქო სივრცე და ეფექტური ქსელური სტრუქტურის არსება. რამე არის ისეთი, რაც პრინციპულად განსხვავდება ქართული რეალობისგან? ჩემი აზრით არ არის. ანუ ერთ-ერთი იგივე რეალობა გვაქვს აქ, რა რეალობაც იყო იქ და არაფერი უნიკალური იმაში, რომ აქ ლიდერებს ამბიციები აქვს, ან ის რომ სხვადასხვანაირი წარსული გამოცდილება და ეს წარსული გამოცდილება ერთმანეთის არ მოგწონს, ის რომ აქ რეჟიმი ცდილობს ხელოვნურად ამას ხელი შეუშალოს და პირიქით ყველანაირი მცდელობა ჩაშალოს და ასე შემდეგ, ყველაფერი იგივეა, ერთ-ერთზე იგივეა. კაი, ბოლო კითხვასაც დავუსვამ. ბოლო კითხვა არის, თუ საქართველოში დემოკრატიული ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოება მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში, რა შანსია, რომ რეჟიმთან გამარჯვებას მიაღწევს. ანუ კითხვა არის, თუ ჩვენ გავაკეთებთ ზუსტად იგივეს, რაც გააკეთეს რუსეთში ოპოზიციურმა ძალებმა, სამოქალაქო სექტორმა, აქტივისტებმა და ასე შემდეგ, ანუ ზუსტად ისე მოიქცევთ, როგორც იქ მოიქცეოდნენ, რა შანსი გვაქვს, რომ მოვიგოთ საქართველოში? ეს კითხვა ინგლისურად არც დამისვავს და მეც მაინტერესებს, ასე ვიპასუხებს. პასუხი არის შემდეგი. თუ საქართველოში დემოკრატიული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ანუ დარჩებიან დაქსაქსულები, ერთმანეთს უნდობლობით და მეტოქეობით შეხედავენ, მიზნებზე და სტრატეგიებზე ვერ შეთანხმდებიან, არ ააგებენ ეფექტურ მდგრად კოორდინაციის მექანიზმს, არ მოახერხებენ ხალხის მასობრივ მობილიზაციას და თუ თვითრეფლექსიის გარეშე მხოლოდ რეჟიმის შიგნიდან დაშლას დაელოდებიან, გენიუსია. მაშინ გამარჯვების შანსი ძალიან მცირეა. უпростоრად ასეთ ვითარებაში რეჟიმი არა მხოლოდ გადარჩება, არამედ გაძლიერდება იმავე ლოგიკით, როგორითაც გაძლიერდა პუტინი რუსეთში. მეტი რა უნდა გითხრას ამან? ამან მეტი რა უნდა გითხრას? ერთია, მაგრამ აი ამას რო ელაპარაკები და რო იცი რომ ეს იღებს რაღაცა მთელი სამყაროს გამოცდილება დევს შიგნი და იქიდან გელაპარაკება ეს რაღაცა. აი ეს რო ამას გელაპარაკება, აი ამას თუ არ უჯერებ, ვის უჯერებ მაშინ?